მოგესალმებით მეგობრებო, გზია ბრაგი ჩინავზე. დავუბრუნდით ახალი რეაქტით, მაგრამ სანამ რეაქტზე გადავიდოდეთ 1000 გამომწერზე, თამაშდება სულ ახალი Apple-ის რეალყოდები. ამისთვის საჭირო გამოწერილი გქონდეთ არხი და დააკომენტაროთ ვიდეოებზე, ზოგადი აქტიურობა. ასე რომ იყავით ყურადღებით. დღევანდელი ჩვენი რეაქციის ობიექტი არის უკვე აკაპელა ბეთხები რეიმენ რუცის ჯიუნა versus დოკი. ეს ბეთხი ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ დანახი არ მოქვს თქვენ წარმოიდგინეთ დოკი ვნახე პირველად უშუალოდ როცა პელესთან ქონდა ფინალი, მათ გავიცანი დოკი და ეს ბეთხი სადაც უშუალოდ დოკი დაიბადა, ესე ვთქვათ, პირველი ბეთხი ჯიუნასთან ნანახი არ მაქვს, რაღაცები ნაწყვეტები ნანახი მაქვს, თუმცა თავიდან ბოლომდე არ მინახავს და სულ მინდოდა ჩაჯდომა და ნახვა, მაგრამ აი ვერასდროს ვერ მოვიცალე და დღეს ნახავ თქვენთან ერთად. ძალიან მაინტერესებს ამ ჯიუნასთვისაც ძალიან დიდი ხანია არ მომისმენია. ნახოთ. სწორებულია. მოგესალმებით, ეს არის Raymond Rutzis მეორე ეპიზოდი, სადაც G დაუპირისპირდება Dogs. მოკლედ, პირველი ვინ დაიწყებს? დავა, ეგრე შევთანხმდით, რომ? შენ? Okay, პირველი რაუნდი G. Let's go! გამარჯობა პივი! ეს სად ვარ? თქვენ ვინ ხართ? რას გავხართ? სადა ყოა ნაინა რუსია ვინმე backstage trash-ი ფუსი რა თავზე წამოვაცათ რუსი და გავხადო ჯუსი? სადა ყველაზე პაპსა underground-ი? სადა ეიო ბრე საუნდი? სადა ჰაიპი, ფეიმი, კლაუდი და რაც თავარია, სადა განდონა ბავშვების კრაუდი? არ ვიცი, სად ვარ და რა მომივიდა. ყოა ჯიმა თმები როდიდან რა მოგივიდა. ეგრელი ვარ, ღმერთო ეს რა დრო მეწია. ჯობდა ის ბოლონაპასი არ მომეწია. ეხლა კი მე მგონი გავთრიფე და გავიარე პორტალში და გავიჩნდე სამყაროში, სადაც მელოტია გროტასკი. სადა ჯიუნას არა ყლენე როზი, ტოტოს არა სკლეროზი და იანგ მაიქს მოდის ამფეტამინის პერედოზი. სადაც მამა ფლექსი კაიფს მორჩა. სადაც მასტერას უკავია LGBT დროშა. სადაც შავი პრინცი ცოცხალი არა მარტო სული. სადაც ეს ლაიფი არ არის მარტო სული. სადაც GoTemsi არის ტოქსი. სადაც სააკაშვილს არც გაუსინჯავს კოქსი. სადაც ყალბი ნაღდია და ნაღდი ყალბი. სადაც ქალიშვილია დეა ბადი. მოკლედ ეს განზომილება ანა რეკლურად პარალელური, პარანორმალური, ნორმალური და არანორმალური, პარალელურად პარალელები გამივლია და მე იმდენი გამივლია, რომ მათი დღეები დათვლილი კი არა, გათვლილია. ყოფილვარ ყველა ტრიპში, მინახავს ყველა ფერი, პანიკური შეტევები, კლინიკური სიკვდილები, სიკვდილ თვალში ჩახედვები და მაინც ყლეზე გაშვებები, დაჭრები და სროლები, კაები და ბოზები, პროჭები და ჯიგრები, ჩინელები და ნიგერები. აბიჟნიკი და უწყინარი ამ ქალაქში ხელის გულზე ჩანს ვინ არის ვიცნობ ყველას. ავსაც და კარგსაც, ძაღლსაც და კატასაც, ცხენსაც და ვირთხასაც, მაგრამ მე არ ვიცი სამყარო, სადაც შეიძლება ვიცოდე შენ, ვაფშე ვინ ხარ, ბრა? ანუ ტიპს რამ ხელას ეთავე ქონდა აწყვეტილი რომ ეთქვა. კითხვა დაესვა რომ ვინ ხარო? კარგი იყო. მომეწონა. ჯიუნასებრი სტილია.
გავაგრძელებთ. აი შენაი რეპერებს ნისია დავითრებდი სურსათში. ტიპი იმდენად ნაგლია, რომ ტრეკი კი არა არ უდევს დაჟე სურათ. შენზე ვიცი მარტო სახელი, ამიტომ სხვებსაც გავასაიმებ. გაიცანით ეს? თო კრიდლა, ვინ ჩემი ხლეხარ MC. ბაბშე ამის ყლე პანჩებზე არ გინდათ ბევრი განგაში. ამ ცხოვრებაში ვინმემ რომ მოგისმინოს, უნდა გქონდეს მინიმუმ მეტარხუნეზე დიდი ბაგაჟი. მისმინე შენ ძრევის კაიფში ჩარჩენილო. ბავშვობაში თავით დაცემას ბევრჯერ გადარჩენილო. შეცხოვრებით დაჩაგრულო, ბევრი არ გაახურო. ისედაც საკმარისი ტანჯვა რომ მთელი ბეთლი მაკყლეს სახეს უნდა უყურო. შეუნიჭო მეჭეჭო. პატარა ბიჭი ხარ, თავი არ გაიფუჭო, ჩი არ გაიკრიჭო. დღეს შენთვის ვარ მწვანეთ შოკოლადიც და მიწაც, რონალდო კრისტიანოც და კიჭაც. აშენ ჩემი ხლე შეგილია ეხახუნო ბიძას. რა ის რეპერი ბიჭო მოძრაობ მეტარხუნის ვიდზე. მეტარხუნე MC. არა შენთან ბეთლი მართლა მეყლევება. წადი მიაღწიე ჯერ რამეს. როდის იყო შვილები ასწავლიდნენ ტყნაურს მამებს. უნამუსო გამოდის აქ ერთი ერთზე მიდგება ეს რა გაბედა დღეს რო სულ გაგეხსნას ახალი ბედი მაინც იქნები ახალ ბედა უნამუსო რანამუსით მიდგები ერთი ერთზე შემართლა ტუჩს რძე მიმხმარო იმის პატივსაც არ დაგდებ რომ დღეს მე შენ გიხმარო პირიქით რადგან ბედმა გარგუნა აქ თქომა ვეცდები რომ დაგეხმარო რა კურსაც ეხა ადგები ეგ ჩემთვის ექსკურსია აშენ ქართული ჰიპ-ჰოპის პატარა ექსკურსია ეიო მე ძახოდნენ სკოლაში ჯიუნას ნაგიჟარს სისხლი გაუშვეს ყველა აბიჟნიკს და ნაბიჭვარს პარავდის უბოზებს და ურიგეს უძმებს ვარანცოვი ხოძე ვერავინ ვერ უძლებს ჩიკა ჯიუნას ძმები ყველას გვესმის თავში ხმები შენ ჩვენი რომ გაიგო უნდა მიხვდე რომ ყველაფერს აქვს მიზეზი ჩიკა ჩემს ქალაქში ამისნაირი უკვე ბევრი ყლეობს არათუ დრონი არათუ მეფენი არამედ მეფე დრონი მეფობს შენ არ ხარ ჩემი მეგობარი რეპერი არც კაი კაცი მაპატიემ არა ეყლეს სახე გაწი ჩიკა ისევ გაღვიძება ყოველ დილას დილიდან ყავა და ბოლი ფულს ვაკეთებ დაჟე როცა მძინავს ანგარიშზე ემატება ნოლი რამდენი გოგო უკვე ჯიჯის ეთამაშება სახლამდე მიმაცილე ჩვეულებრივმა ნაშებმა კარგი ესადوار თქვენ ვინ ხართ აქ რატოდ გახართ ვისთან ახარ მეტარხუნე ვინ ჩემი ყლე ხარ უკვე ბეთლებზე ვის არ ნახავ ჩემი ბაზარი ისეთი კრისტალი თითქოს ხარშავდა ვოლტერ ვაიტი აქ და ახლა არის შენი ლაიფის უკანასკნელი ჰაილაიტი აქიდან დაგრუზული წახვალ მაგრამ არა უშავს ვის არ ქონია ხო არ დაგაუწყათ რომ ჩემი მელანქოლია რომ მე ვარ ვარანცოველი დაბა კელი არც ერთ უბანს არ დაბა კელი და ვინმეს თუ უნდა დაბა კიდე მე არ მინდა მე დავი კიდე ვისთვის სანდრო და ვისთვის ჯი ვისთვის კლასი და ვისთვის კრინჯ ვისთვის ტრეში და ვისთვის კეშ ვისთვის ბატონო და ვისთვის შე ჩემმა ჩალიჩდება თემა სადა ჯიჯი ჩაერევა სადა ჩვენი პირადული ვერავინ ვერ ჩაერევა ვერავინ ვერ მოგვერევა მართლები ვართ ისე რა გვა გასაყოფი მაინც ქართველები ვართ ინსტიტუ ესტისუ ჩისტია ჩესტი მაგ მისტიკა ვერში ბალისტიკა პანჩი პარჩია პარტისა და ჩემი ფეხებია ბეთლების მოგება ეგ რა ჩემი ფეხებია ჩემთვის ძალიან იზია მიზეზი ანალიზია მათ თვალში თვალსაზრისია ჩემ ფილმში კანაბისია და მათ ეს კარგად იციან თუნდაც უარყოფენ ამ ფაქტ ჯიუტად და ეს იყო მხოლოდ პირველი რაუნდი რომელიც ამ პროექტში მოტყნა ჯიუნამ რაუნდ Not bad. რა ვიცი რა თქვა ჯიუნა ძალიან დიდი ხანია არ გამოჩენილა ძალიან დიდი ხანია რომ ისმენია ჯიუნასთვის თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ზუსტად ისე ისეთია როგორც მახსოვს როგორც ბეთლებიდან მახსოვს იგივე ხოძია რაღაც იგივე სტილზია და
არა უშავდა, მოკლედ ქონდა იქ კარგი რაღაცები, კარგი რეფერენსები ქონდა ბედინასთან, გაიაკაცასთან, ზადანაზაცისთან და ასე შემდეგ. არ იყო ცუდი მოკლედ. ნახოთ დოკი, რომელსაც ახლა პირველად უსმენ ჯიუნასთან, თუ როგორც აღნიშნე პედესთან ნახე პირველად ფინალზე, მაგრამ აი ეს მომენტი არ მქონდა ნახი როგორცა დაიბადა და ძალიან მაინტერესებს მოკლედ ისე რომ პირველი რაუნდი. დოკ. ჯიუნა საუკეთესო ჩემპიონი PvP-დან. ოცნებებში ნუდაფრინავ ცოტა ქვემოჩამო. მე დღეს დაგმარხავ ზუსტად დედამიწის ცენტრში და შანსი გექნება რომ პელეს ხალებოჭამო. რა ჩემპიონი ბიჭო. რა ჩემპიონი ბიჭო. მთელი შენი აკაპელა უბნის შუტკები და არაფერი განსაკუთრებული. შენი ვერსებია გარითმული იუმორინა იმენა ხარ ჯემალ ბაღაშვილის გადაფურხებული. მილიონში ერთხელ შუტკა გივარდება და ბეთლემსებს გვეჭიმები. იმენა კინდერი ხარ. სიურპრიზებს გვთავაზობ და მაინც კვერცხირჩები. არა და როგორ გულით უნდა დაამტკიცოს რომ ბეთლ არტისტებში ესეც ირიცხება, მაგრამ ევოლუშენში დასაქმებულს გავს ტყილად იფიცება. ძალიან მაგარი პანჩი იყო. ძალიან მაგარი პანჩი იყო, ვინც მიხვდი და ჩასვით. უთო მისახვედი არ იყო იდეაში, მაგრამ ძალიან მაგარი პანჩი იყო. მე აქ ვაგებ ქვეტექსტებს, სტრუქტურებს, პანჩლაინებს, არც მაქვს გარანტია, ვინმე მიმიხვდება. ამას კი ზუსტად იმდენი პანჩი აქვს, რამდენჯერაც Facebook-ზე მიმიხვდება. და სწორედ ამიტომაც მიმაშნი ხალ ტიტულ ჩეტელილ ყბედად. შეხარ ცარიელი Facebook-ი, რომელიც ვერ გადაიქცა მეტად. გონია ცუდი MC გონი ხარ? მე არც ვაპირებ რომ MC დაგიძახო. პელეს მაინც მიეცი ტრაკი იქნებ შენში ვინმე საინტერესო დავინახო. ვიჩო ტიპს, ანუ აქამდე ხო ვიცოდი რა, ძალიან მაგარი პანჩები და ძალიან მაგარი სიტყვები მაქვს. აკრეებს ეუბნება ტიპს. ანუ ეს როლუშენზე ძალიან მაგარი პანჩი იყო. და შენში საინტერესო დავინახო, ესეც ძალიან მაგარი იყო და ჯერ ახლა დაიწყო ტიპმა რა. საღო. თუ გინდა თუ გინდა რომ ჩემპიონად გაღიარო, ჩემს დონეს მოწვდი. შენ არ ხარ სააკაძის სხეული, მაგრამ თავიდან მომწყდი. საერთოდ რა გინდა ამ პროექტში? როცა იცი რომ შენი აქ ყოფნა არ უსწორდებათ რუსიასა და კოლას. მაგრამ ძმაკაცობა ხო ვისადარდებს, თავარია პოპულარობა მოაქვს. ამას ზოგადად კამერა მიუშვირე და ეგრევე საკუთარ მონად გახდი. არ მაგონებ ცოტნე დადიანს, მაგრამ ხარ მარტივი მოსათაფლი. კარგი ეზა. ვინაიდან შენთან მიწევს მომიწევს შევძლო ამ ხალხის სკილებით გაკვირვება. თორე შენ რომ გამოკლეავული ხარ, ჩემი გარითმო არ ჭირდება. ამისი პირველი ბეთლი გახსოვთ? არ გამოვა ეგ ამბავი, არ ვახსენოთ. ციტატებს არ მოვიყვან, უბრალოდ ვეცდები მისი ვერსიის შინაარსი გაგახსენოთ. ტაჰა შენ ყავს ბევრი ნაშაკერავ ჩემზე მეტ გოგოს და ყველას ჩემზე მეს თავაზობ, მაგრამ იცი რა? ვაკე ვარანცო. ეგრე იყო ნაღდათ მახსოვს. ეთყობა მაგვიდით ვერავინ დაკერე და მაგხლა ბოღმას ბაკბაკბა მოგცა. ისეთი მახინჯი პროჭი ხარ არ გიღირსება პოსეიდონის კოცნა. ეს რა უთხრა ჩემი ანუ ვინც იცით რა პოსეიდონის კოცნა. ნუ ვინც არ იცით ახლა მაგის ახსნას არ დავიწყებ. რავი დაგუგლეთ და რავი ChatGPT-ს გითხრეთ რა ვიცი, მაგრამ ძალიან მაგარი. ვაცადე. აბა ტახას რა ბრალია თუ ერავინ ვერ მიგიღო, რომ გიყურე მგონია მშრალი ხიდის შესნახვამდე სველი იყო.
შენთან ბლატაობ იმით რომ ტიპებს სახეზე ესრობი, მაგრამ ყველას ფეხებზე კიდი ხარ როგორც დაგესტანელი მებრძოლი. ვინც დამიძახა ჯონ ჯონსის ნაცვლად იზი ყველას გადახდა დისი, სირცხვილი ჭამა როცა ვაჩვენე შამა, მე ვარ ფანჩების მანქანა და ერთი რამ ვიცი, როგორც დვალიშვილს ყოველ ნაბიჯზე დამყვება დრამა. ერთდროულად შემიძლია ვიყო მხიარულიც და ტექნიკურიც, რათა ეს ხალხი გავაღვიძო. შენ ხარ ერთფეროვანი და მე მაქვს ფორმა ასი, რათა შენი ავადმყოფობა დავამტკიცო. შენს ტრეკებს მოვუსმინე 50 ჯერ და ასნახვაზე ავიდა. გეგონა კლიპებს ნაშები გაკაჩორნენ და ეგიმედებიც გაწმილდა. მერე გადაიღე ვიღაც აფრიკელი იმასთან მაინც რა გინდა. ტიპი შავი იყო და შენ რო გარებე სირცხვილისგან გაკითხულდა. ეხა უყურეთ. ხომ აკეთებდი YouTube-ს. წადი რა გააგრძელე ეგ საქმე მშვიდად. ტრეკს რომ დაარქვა YouTuber-ი მაინც ვერ აქცევ ჰიტად. ტრეკს რომ დაარქვა YouTuber-ი მაინც ვერ აქცევ ჰიტად. სპეროში ხარ უცხო. G2G-ა მაშინ აქ მე ვარ მაფიოზი, bro. თავს ვასლი. G2G-ა მაშინ აქ მე ვარ მაფიოზი, bro. თავს ვაცლი ყველა საეჭვოს და პროვოკატორს, რათა ბეთილი გავხადო. თავს ვაცლი ყველა საეჭვოს და პროვოკატორს, რათა ბეთილი გავხადო გაცოცხლებული შოუ. ჩემი ფანჩები გატყდებიან გრიგალად. წადი მოფსი და დაძინებამდე ზიპერი შეიკარი. ანუ ძალიან მაგარი სეტაპია ეს YouTube-ებზე. ანა ის კარგად ლოგიკურ ჯაჭუშია, აწყვილი და ანუ ტიპი აშკარად აზროვნებს და მე პირადად ძალიან გამისწორდებოდა იმის თავის ვერსში რომ მოეხსენიებინე, მე მაგრამ გამისწორდებოდა და ალბათ ბიჭებს მაგრამ გაუსწორდათ რა. დოკ ჯერჯერობით საოცრა. მოუტყან დედა ფლექსის თუ ყველა შენი ლაინია რაღაც ბეთლრეპის ნაბიჯვარი. ჩემი TSL სეტაპი იმდენად რთულია ვწერთ ჩხილებით, როგორც გულაგის პატი მარი, როგორ მედრები ყველა რეპერ შესაძე მე ჯერ უნახავს დაჟე რატის ბარი, იო. ხო, ისე ტრეკებზე თუ ვისაუბრებ, თომან და არც მე მაქვს რამე მიღწევა. ძალიან შევყევი counter-ს, მაგრამ თუ რამეს დავდე ბომბი იქნება. იქამდე კი გამოვიყენე ფანჩად counter-ს, რათა ამბეცში ჯოჯოხეთი გიჩვენო. ფანჩ და დასტით შეგიქმნი მირაჟს, რათა იხილო ნამდვილი ინფერნო. აი, მაგრამ კვერცხივით მიყურებ. ალბათ ვერც გაიაზრე მე რა ვთქვი. кейსთან ბეცში ახსენე ილია. მოდი გასწავლი რა არის სეტაპი. ამ გლახის ნამბობი რომ მოისმინოს ილიას სულმა, აკაპელაზე ამის შუტკების გამოფენაზე, მისი აჩრდილი იტყოდა რომ ეს კაცია ადამიანი განდეგილი ინტელექტისგან და უნდა იყოს სარჩობელაზე. აი ასე ვწერ მე. ჩემებურად ვაფრენდა ამ გაფრენას ვასახებ ამ ხალხს და როგორც პარაშუტის გამყიდველს უკმაყოფილო კლიენტი არ მყავს. მე ყოველთვის ვამტკიცებ თუ კი ჩემს დონეს ვუკეთებ აფიშას. ჩემი ტექსტები იმდენად ღრმა 6ix9-ს არ გამოუვა ჩაგიშვას. ძალიან მაგარი პანჩი იყო. ძალიან მაგარი პანჩი იყო 6ix9-ზე. ანუ ავით ეხა მახსნები ამდენად დავიწყო რაღაც, მაგრამ 6ix9-ი ცით რეპერია. რომელიც დაიჭირეს და თერი თავისი ბანდა თუ რაც იცოდა რაც არ იცოდა ყველაფერი ჩაუშვა და გამოუშვეს მე და მაგას ეუბნება რომ ჯერ იმდენად ღრმაა ჩემი ტექსტები ფიზიკურად ვერ ჩაგიშვებსო და მე გარატანეთი მნიშვნელობით ვერ ჩაგიშვებსო ან ვერ გაბუზდებაო ესე ვთქვათ რა და ძალიან მაგარი ალეგორიები აქვს შედარებები აქვს ანუ ტიპს IQ გააჩნია აშკარად მაღალი საუბარი. არადა გეგონა უკვე ყველაფერი ნახე. აზროვნებით გახვედი კოსმოსში და გაიგე სამყაროს იდეა. ხო შენ გახდი სტივენ ჰოკინგი, მაგრამ ცხოვრება კიბეა. და და ამ კიბეზე მე იმდენად მაღლა ვარო, ვერც კი გნახულობ. იმდენად შორს ვარ გასული, რომ ესმის ჩაკრულო.
ესე ძალიან მაგარი ფანში იყო ჩაკრულზე. ნუ ალბათ ყველა მიცის, მაგრამ ვინც არ იცის ჩაკრულო კოსმოსშია გაშვებული და ანუ ძალიან შორს ვარ შინგანო რა. ძალიან მაგარი ფანში იყო. მე აქ ბანძების გავწმენდი underground სანამ PvP-ზე MC-ს თამაშობდი. ნიღავს აეფარე სვეტსკი შიზოიდის, მე 5 წელი მაგით ამაყობდი. ტახამ რომ გაგინდა სტუმარ მასპინძელი, რატო ბაუნსობდი, რატო ქანაობდი, სანამ ყველა ვნახე თუ რა შულის ნუკრი ხარ, ტრაქში გაიკეთე, შენი ნაამბობი. ეს ჩემი თეატრია და გაგასაღებ. ყველას დავანახებ რაჩმორის ხარ. ამ პიტალოში ვხედავ ლინკონს, თითქოს იყოს რაჩმორის მთა. ია. ერთოდი ხო. სავსავ. ამ თემაში ვარ მენიგმა. მიყვარს ტექსტების შენიღვა და როგორც ენიგმა მუდამ შიფრით ვარ მოსული. თუ ამ ჟიურისთანაც შენ მოიგი აკაპელას მართლა დაქონია მოწყნული. და ეს ჯერ კიდევ პირველი რაუნდია. ანუ მხოლოდ მცირედი ნაწილი მისაღების. ჯიუნას თვალებში ვხედავ შიშს ირანელის, რადგანაც ხედავს ისრაელის. ძალიან კვლედი ფანში ძალიან. ნუ ალბათ ამას ბევრი ახსნა არ ჭირდება. ძალიან კვლედი ფანშიო. თითქოს მარტივი, მაგრამ ძალიან კვლედი. ასე რომ გირჩევ დაიწყო ლოცვა თუ გულით გჯერა ანგელოზთა ძალის. მაგრამ როცა მესამე რაუნდი მორჩება, შენი ანგელოზები დამიძახებენ ჩარლის. იო. შენ შეგიძლია რუსიას უხმო, რათა არ დარჩე უხმო და არ გამოჩნდე ბეთლში მარტივი. მე არ მჭირდება ხმები, რომ ყველას ვუყვარდე დამიძახე ჩარლი ჩაპლინი. იო. ახლა კი შეგიძლია ამოისუნთქო, რაუნდი არის დამთავრებული. ჩვენ ვერ ვიშოვეთ თამადა, მაგრამ დღეს მე ვიქისრე განსხვავებული რა. რა ვიცი რა უნდა ვთქვა. ასეთი აკაპელა ბეთის პირველი რაუნდი ძალიან ცოტა თუ მახსენდება, საერთოდ მახსენდება თუ რა არც ვიცი. აი, როგორ ვთქვა რა, ტიპს ძალიან მარტივად აქ თითქოს დაწერილი, მაგრამ ზუსტად რომ ხანდახან გენიალურობა სიმარტივეშია რა, მაგრამ სიმარტივე გენიალურობაში არ არის. რაღაც ამ სტრუქტურაზე ქაგებული თავის ფანჩები, რასაც ვისმენ ნაფიქრი და თუ არ შენს თუ არ იცი რაღაცა ელემენტარული ცოდნა თუ არა გაქვს, შეიძლება ვერ გაიგო, მაგრამ დიდ ცოდნას არ მოითხოვს რა, მაგრამ აშკარად განათლებული მასტია, განათლებული ტიპია. იცის რაზე წერს, როგორ წერს და ასე შემდეგ რა. ბრავო. უდაოდ 1-0. მეორე რაუნდი G. როგორც ყოველთვის კულტურისთვის, მეგობრებო. რეპი, რითმა და პოეზია. MC მასტერი ცერემონიის. ეკეი ზანგების თამადა უცხოდავს კამანდას და მე შემიძლია გითხრათ თამამად რომ ჰიპ-ჰოპი ცოცხალია დღეს და აქ. თუმცა არც ისე ბევრი დარჩა ვისაც ეს კულტურა დღეს და აქ გულით. ის მაინც უკტავია სანამ ერთს მაინც უკავია კალამი და წე შთა გონებით. და ვიცი რომ ეს ზღვა მონების განთავისუფლდება მხოლოდ სიტყვის ძალით. და მე რა სიტყვის კაცი. იყავი თუ არა სიტყვის კაცი თუ გაჭაღარავდი რიჟა ბაზარში. შევდივარა ზარჩი და მადა მოვიდა ჭამაში. მაგრამ როგორც ოკეანე აქ ტალღა მიდის და მოდის. ბევრი მიმდევარია მოდის, ზოგი კი თვითონ ქმნის მას. ხის ნაყოფი იქცება ახალ ხედ და მე ახალ ნაყოფს ისხავს და ეს მუდმივი ლუპია ამათი მუდმივი შულთა და მამათა კამათი რამათი ბრალია ეს პლანეტა წრეზე რო ტრიალებს ისინი ცვლიან ადგილებს ანასრულებენ როლებს შეახვევენ ბენკროლებს მაგრამ ბანკის როლი ვისია ან ვის რა კისრია გარდა იმისა რომ იზრუნოს მომავალზე. ხო და შენ ჩემო პატარა მეტარხუნე არ გეგონი პატარა მეტარხუნე სეთო ვიძახი ვერ გავიგე ამ წონე ყოცია თუ მეტარხუნე პატარა მეტარხუნე და საყვალზე არ გეგონოს რომ დღეს მინდოდეს დაგჩაგრო ან შენი რეპის სიყვარული ჩავაქრო პირიქით მინდა მოგცეს ჩირაღდანი და გითხრა რომ აჰა ახალო აჯობე ძველს ამიტომ არ გეგონოს რომ დღეს მე შენ ბევრი გაწვალო პირიქით რახან აქ თქვა ვარ მირჩევნია რაღაცეები გასწავლო რჩევა პირველი იყავი შენ
რჩევა მეორე, იხალისე, რჩევა მესამე, აღიარე, რჩევა მეოთხე, იპოვე საკუთარი მე. და ეხა კიდე გეტყვი რას მიხვდა ძია. ყველა დისი რაც დამიწერია იყო ისევ ჩემ თავზე. ყველაფერი რასაც სხვას დისავ არის რეალურად რაც არ მოგწონს შენში, აი მაგალითად. მე ლოთი რო ვეუნებოდი მონტანას რო არის მე ლოტი, ნუ რაღაც ეგ ყველა. ანუ რეალურად გამოდის რომ თვით დისი არის რეალურად თვით დისი. ხო და მეთქი შენთან ბეთლაობას ისევ ჩემ თავს ვებეთლავებით, ხო და? გააძრე ძმაო. მზად ხარ საქართველოში პირველი თვით დისი მეგობრებო. მაური. ბოდიში სანამ ჯიუნა დაიწყებს საქართველოში პირველი თვით დისი არ არის ახლა რა პერფორმანს დგავს არ ვიცი, მაგრამ თვითონ სახელიდან გამომდინარე მინდა თქო არ არის თვით დისი, ნუ აკაპელაზე თუ გულისხმობს უშუალოდ შეიძლება, კი ბატონო, მაგრამ როგორც ტრეკი ფიქსის აქვს ჩაწერილი ან ზაზანოძაძეს თვით დისი და საკმაოდ ძველი ტრეკი და საკმაოდ კარგი ტრეკია და ალბათ ოჯებს იმახსოვრებათ რა ეს ტრეკი რა. მაგით მაგის თქმა მინდა რომ საქართველოში პირველი თვით დისი იყო ზაზანოძაძის ტრეკად ყოველ შემთხვევაში. მაგრამ აკაპელაზე რა თქმა უნდა ალბათ არ ყოფილა კონდენ ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს. კაი მოусმინოთ. ძმა ეს რანაირად მიყურებ? გრანაირი ყურებია? ესე არ გაწყენდა პარიკი ძმა. ეგ ხბარი თუ ტიტანიკი? არა, ტანიკი იმენა მოჭადრაკის გაკ. შეჩემა 28 ხარ და ნავიდუ ხარ ბაბუაჩემზე სტარიკი. კაი კი ნუ პანიკო ბარავის გვეშინია. უმრავლესობას ისედაც გონია რომ ხარ არაადეკვატური მანიაკი. სიზოიდი MC. და შენც აიტაცე ეგ თემა? კამანდა გეკაიფება და შენ კიდე პროსტა აიტაცე ეგ თემა. ისე განგსტერი ხო არ გვეჭხუბა? ჯობდა პირი გაგეჩუმა. ჩხუბებზე რო გამოხვედი ავყირავდი ლამის. ტიპი მუშტებს ისე იქნებს როგორც გუბა სანიკიძე დარბის. შეუმადურო. რამდენი კაი შანსი ქონდა რომელიც შენ გამაზე სამყარო წრეზე ტრიალებს როგორც ჯიუნა გამაზე. არუსელი MC. იყო დრო ქონდა ყველაფერი, ჰაიპი, ფეიმი, ნეიმი, მთელი თამაში ხელის გულზე. შენი პანჩები ყველას ხვდებოდა გულზე. დიდად არავის ეხატებოდი გულზე, მაგრამ ჯიუნა ვაკევარანცო ყველას ეკერა პირზე. ეხა კი დარჩი გაღმანა პირზე და აღარავის ჯერა შენი დანა პირის. შესაძოდაო ღმერთმა ჩაგეგდორა დღეობაში. ერთ დროს გოუთი დღეს ბათლაო ვიღაც მეტარხუნესთან რაღაც ყლეობაში. სალო, კარგი. გორილა მაფია არა, ჟირაფი საძმო კიდე. სურო დაბოლილი ხარ და სახე ალეწილი. ეხა შენ ნიშნავ ნახავ, რას ნიშნავს იყო სახე დალეწილი. ეიო! და ესე ნამსხვრევება დაიმსხვრა ჩემი ეგო. მხოლოდ უანგარობაშია ნამდვილი მეგობრობა და ეგეთი ცოტა, მაგრამ ნამდვილი მერგო. არ ვიცი საით მივდივართ ან საით აგვაქვს გეზი, მაგრამ ვიცით რომ არასდროს შეუძვრები ტრაქში ჯენზის. თაობები იცვლება, მაგრამ არ იცვლებიან ადამიანები. ყველას გარემო გძერწავს, ხო და მე ვარ შვილი 90-იანების. 96 ბრატ! კაი ბიჭი რეივერი ჩემთვის ყველა ოკია, ხასიათი უფრო მყარი ვიდრე ფანრიანი ნოკია. მახსოვს ავმარობდი სონი ადინს მერე ტეტრის, ეხა კიდე ნაშების ფეხებში როგორც მოტოროლა ბეტრის. კრაში ბანძი კუდი ჯინკა თამა რაღაც მაგ თემაში. მოკლედ მარტო ლეგენდებს ახსოვთ აქ რობერტო კარლოსის შეტევაში.
My arge gonosro chamurchit. We also know English, bro, okay? We also like speak it. Motherfuckers telling me, G, go kill it. Till there's nothing left but flesh and skillet. Flesh your skills in this bitch before you die. Make a wish, swish, never even touched it. Write a line, then a punch it. So much shit, they can flush it. So much stuff, I can push it. Bitch, don't push it. You will permanently shush it. Special kind of moody. Money getting cleaner, but my soul keeps on polluted. I'm just plotting how to party, hardest than a motherfucker. Wanna take on challenge that is hardest than a motherfucker. Yeah, I'm a god of myself. That's what freedom really means. Be the god of yourself. ხოდა მე ვარ თავისუფალი და მადლობა ღმერთს რომ მაგ ამის უნარი. ჩემი ცხოვრება და ბედის წერა ძალიან საინტერესო წიგნია და უცნაური საკითხია, მაგრამ მე მართლა ვინ ვარ და რა შემიძლია უკვე მესამე რაუნდის საკითხია. რაუნდი! თუ ძალიან კაი რაუნდი ქონდა. მართლა ჯიუნას რაღაც ცოტა სევდის მონგრელიც კი ქონდა რაღაც მომენტში. და არის ძალიან დამეყს რა. კარგი რაუნდი ქონდა. ფინდის მას გაასწორა. და საერთოდ ჯამში კარგი პერფორმანსი იყო და ბევრი მახალისა ესე ვთქვათ რა. კარგი ნახოთ ხა ჩვენი მეტალხონე ძმა როგორც ჯიუნა ითხოვდა. მე არ მინდა რომ თქვენი ძვირფასი დრო გავფლანგო, ამიტომაც მეორე რაუნდი დოკი. ბიჭო, პირველ რაუნდში ისე პირდაპირ გიხმარე ცოტათი ვიჩქარე და სულ დამავიწყდა ამეხსნა ვინ ვარ მე. მიგეგდებ, მაგრამ იქამდე სანამ აქ ცოდვას ვიზამდე, ჩემი თავის თქვენთვის გაცნობას ვიკადრებ. მე ვარ საბა, stage name-ი დოკი, რომელიც შემოკლებით დოქტორს აღწერს. ჩემი ვერსები ამტკიცებენ, რომ ყველა იქ მიყლეურად არ წერს. PvP-ს ყურება პირველი სეზონიდან დავიწყებ. მეთლია აზიარვა რა ტიპები გამოდიან. მთელი ჩემი ინტერესია ვიღაც Young Mike, რომელმაც თურმე გააკეთა Eminem-ის პაროდია. ვუყურებ ამ ტიპს და ხვდები, რომ ეს არის უბრალოდ გართობა არიფული. არანაირი რეპი და პოეზია, უბრალოდ სტენდაპია, გარითმული. და ეს ტიპი მან საუკეთესო ჩანს. ყავს ათასობით ფანი და ყველას უნდა შეხება ხელის. დანარჩენებში ზოგს ტექსტი ავიწყდება, ზოგი წყვირის რო სუსტებს განსაცდელი ელის. თელი დარბაზი ინგრევა წამყვანი წყვირის ეი ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ თურმე ვიღაცას უწოდა გეი და კიდევ არის ერთი ტიპი რომლის ვიდეოც არ მინახავს ვიზუალზე შეხედავ და რიგითი მონა კუჭის დაურქმევია პელე მაგრამ ეთყობა რომ კარებში შეტევა უჭირს ხო და ეს ტიპი უნდა შეხვდეს Young Mike-ს. თითქოს განწირული სულის დასალევად. მაგრამ მერე დაიწყო ბაზარი და იმ დღეს დაიბადა ქართული აკაპელა. და და მერე ამ აკაპელას დედა მოუტყნა ამან. შეხავს დააჯერეს, რომ ეს ფერო არის დაჯმა. რომ არ ჭირდება ზედმეტი punchline და გარჯა. ზოგჯერ ხმამაღლა იყვირეს, ზოგჯერ ახსენე გარჯა. სისფერობაზე დაცინე ცადე თვალების ქაჩვა, პაროდიები აკეთე პარუსკირეპე მათზე. თბილისელი თუ არ არის თვალ გადაიჯვი თავზე, გაეღადავე კილოზე, კალოშებსა და ნასკზე. და შეგიძლია ჩათვალო ბეთლი მოიგე მასე. რადგან ჟიური გამოვა და შენს მეტოქეს ეტყვის. შენი რაუნდები ძალიან კარგი იყო. ქონდა კარგი რითმაც და ტექნიკაც. იასნა ხმას ვაძლევ ჯიუნას, მაგრამ მაგრად ვამაყობ ჩენითაც. ქონდა უამრავი პანჩი და ისროდი მიზანში როგორც ლეგოლასი, მაგრამ იცი რა აქვს ჯიუნას, აი პერფორმანსი. ჯიუნას პერფორმანსია შენ ქვია ანდრო და მე მქვია სანდრო. კარგი. შიქ ხო არ გაქვს. დაიყვირე რომ შენში არის გველი და ხალხს გადახედე შემაქეო. ედემის ბაღში რომ გველს ენახე ისიც გეტყო და ყლეჭამეო. ტიპმა აი ამითი მოიგო და ეგო არსად დაეტია. არ მეგონებს შექსპირს, მაგრამ შენი ნაწერია ტრაგედია. ეს ტრაგედიის მწერალი არ მესმის რაუნდს როგორ გამიბედავს. ჩემი ყველა სკილი რომ დავაჯამო მექნება უფრო დიდი ჯამი ვიდრე ქართლის დედას. კარგი ძმაკაცივით არ დაგიმალეთ ფაქტები და გადავწყვიტე სახეზე დაბიჯება. მე არ ვალ ლოგან პოლი, მაგრამ ჩემი პრაიმი ძვირი დაგიждდებათ.
ყოველთვის გავაკეთებ ხარისხიანს და არა იმას, რასაც უვიცები მკარნახობენ. მე სულ ჯინიანი ვიმოძრავებ თითქოს და ტეკემს თამაშობდე და რამდენიც არ უნდა მითხრანო საღადაო ვერ სიდავდო მე მაინც გამოვალ და დავწერ როგორც MC-ლადო. არის იყო MC-ლადო, არ ვიცი ხო თუ არ იცის, მაგრამ მაგარი MC-ა. რომლის ტრეკებს ალბათ მე დავორიაქტებ. ძალიან მაგარი MC-ა და მართლაც ძალიან მაგრა წერს და რაღაცეთ გავს დუკის და MC-ლადოს სტილი ტექსტებში გავს რაღაც ერთმანეთს. აი გავაგზავნეთ. მე შენ უბრალოდ გეთამაშები, ამიტომაც ნუ გაიტეხ გულს. ეს ჩემთვის ბავშვური თამაშია და თავაწყვეთ ვისი სული მსურს. შენთვის კი ეს არის დამალობანა, რომელსაც გაზრდილი ბავშვები თამაშობენ. შენი wordplay-ა მარტივი მოსაძებნი და ჩემს wordplay-სთან შავი პრისინი და ჯერონიმოც მაკაცობდნენ. ამ თამაში არ გიშველის რაც არ უნდა როჟები კერო. აქ არ გიშველის ვაკე და ტრაქში გაყრილი პერო. მე დღეს რამდენსაც მოვიქნებ არაგაცილებ ყვერო და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გინდა წერო. ეს ბაზარი რომ უსასრულოდ გავაგზელო არ დაშრება ფანტაზია მერეც მგონი, მაგრამ ვერც ერთხელს ვერ დაიჭია როგორც გაფუჭებული ტელეფონი. ამიტომ მორჩეთ ამ სტრუქტურას. ამ სტრუქტურამ ესპანჩები იმყოფინა, მაგრამ ვიქნები პატარა ბიჭით მსუქანი კაცი შენი ფინიშია ნაგასაკიან ჰიროსიმა. ეს არის ბევრად რთული მათემატიკა. აი ამისი გააზრებით გავსხოდებით მე და ეს. მისი ყველა ვერსი გავს ქართულის როლში დაწერილს, რადგან იქ ხაზები არ ყვეთენ ერთმანეთს. ჩემს ვერსში არ არის არც ერთი მინუსი, ამიტომ არაფერი გაქვს საჩემო. დღესაც მოვედი მინუსის გარეშე, მაგრამ ვაპირებ სხვაობა გაჩვენო. და როცა გაჩვენებ სხვაობას ვეღარ ვიქნებით ტოლი. მთელი ვერსი გაქვს ვაკე და მაინც არ არის სწორი. ხოში შენი ვერსი არასწორია. ხედავ ჩმორობის ზემს. აჯობებს დედა გაგინო როგორ უთხარი кейს. დედაში სხვა რამ ჩავთვალე არ ვიგულისხმე მეის ასე ეცადე აცდენა მათ მოსაქნევი ხელის. მაგრამ ფაქტი ხო ფაქტად დარჩა. ეფექტი იყო დედაზე შეგინება. როცა იცი რომ არ დაგარტყამს, მაგრამ იცი რომ ეწყინება. როცა ნამუსი გეკინება და მხოლოდ მოგებაა შენინება, მაშინ კადრულობ ყველანაირ ყლეობას, რათა მოიგოს შერკინება და მე ნუ გიგვირს რომ არ ყავს ფანები. ვიცი რომ მაგ ფაქტს ვერ იტან. ვითომ იკიდებ გულშემატკივარს და ფულს დაეძებ ბეთლიდან. შეხარ ჰიპ-ჰოპის ნაგავი ფენა. თავი ნუ მოგაქვს ელიტად. ხომ იცი რომ ვერავინ უბერავს გაფუჭებული ფენიდან. ძალიან კარგი იყო შე. რომ ეცადო გაიაზრო ჩემი ყველა ლაინი შენი გონება გაგლიჩავს. ისეთი სამარცხინო თბილისელი ხარ, თბილისი ლავზიო არ გიჩანს. მე დღეს ვაღებ ქართული ჰიპ-ჰოპის კარებს და ვაპირებ შენი გასაღებით შევაბიჯო. ჩემი აზროვნება იმდენად სწრაფია, შეგიძლია 5G შემაჯიბრო. ეხა ვისაც Xiaomi iSpace და iPhone საჭიროს რათა ტექნიკა ტესტოს. ჩემი ყველა დარტყმა Nokia და შევმატემ ორი LG-ს რეკორდს. წადი ახლა და გარეტე პარუსკი. ისე მოხდეს ამ ვიდეომ რუსეთამდე წაიღოს. შენი ბაზარი მაინც არიელი ყეფაა და ბარემ სულ ყველა ძაღლმა გაიგოს. წადი. წადი და ისე ვიყვირე რომ ცხოველი ხარ. ისევ გამოაკარი შიზოიდის აფიშა. მარტო მაშინ იქნები თავზე ხელაღებული თუ ტახამ თავიდან ხელი აგიშვა. ტიპმა თავის თავს მოუგონა ზღაპრები და უსასრულოდ გაუგზელა. თუ გინდა ზღაპრების მოსმენა ფანჩებს შევკრავ ასფურცელად. და მოეშვი იმპაქტის ხალხზე დაბრალება შენ ცხოვრებას რომ დაცინვაში ატარებ. ჩერნობილელი მეცნიერები ხარ, ჩაიჯვი და რეაქტორებს აბრალებ. ძალიან კარგი wordplay-ები აქვს ამ ბიჭს. აი თუნდაც რამდენი იყო ხო, ბოლო იყო ეს რეაქტორებს აბრალებ, ანუ რეაქტორი, როგორც ბირთვული რეაქტორი და ასევე ემოჯები ესე რომ ვთქვა ჩვენი ენაზე, ვინც არ რეაქტებს სხვა ემოჯები და გირეაქტებენ, ანუ რეაქტორი ადამიანი, ვინც გირეაქტებს რაღაც ემოციით, რაიმე თუნდაც სტატუს, კლიპს, ნებისმიერ ამის და ძალიან კარგი ორმაგი მნიშვნელობები აქვს ამ ბიჭს. ისე და ისე აღნიშნა.
და ასე რომ აცი თუ გინდა შენით მოიფიქრე ლაინები თუ გინდა ისევ პაადაგულიაშვილს მოპარე მე მინდოდა ჩემპიონი დიჩი მომიყვანა იგი მე კიდევ წელში მოვხარე ესე ძალიან მაგარის ბანჩი იყო და ლაინი ну კარჩხალს იგი ალბათ ყველას საკითხული გაქვს და იქ არის იგი წელში მოვხარე ანუ ამ სქემას როგორ დაასვა და რა შინაარსით დაასვა არ ვიცი ბრავო მართლა ხელები ამწერია ბრავო ბევრს აინტერესებდა ვინ ვიყავი იმედია ყველას პასუხი მიუვა ან უბრალოდ მიცნობდეთ მეორე ბეთლემსით რომელმაც მოთხრა ჯიუნა არ ვიცი რა ვთქვა ძალიან მაგარი რაუნდები იყო ერთი მეორეზე უკეთესი პირველი და მეორე სტრუქტურები პანჩები ლაინები ვორდპლეები შედარებები ანუ ტიპს დენი მარტო ის არის რაუნდი აქ დაწერილი და დაზეპირებული და დაუწყო ისი აქ ჩაშლის რაუნდები ტექსტებში და ორმაგი და სამაგი მნიშვნელობით რომ ანუ ეხლა რომ დავიწყოთ მაგის გარჩევა სპეციალურად არ ვაჩერებ ყველაფერზე არ ვარიაქტებ რომ ანუ ალბათ გამოვა 4 საათიანი რეაქტი ყველაფერზე რომ გავაჩერო უბრალოდ რაც ძალიან მომწონს იმაზე ვაჩერებ და ვაკეთებ რეაქციას თუ რას ნიშნავს და როგორ მივიღე მე ეს ძალიან მაგარია იხელები ამიწევია ჩემი აზრით ჯერჯერობით პელესთან ბეთლი რომელიც უნდა ფინალი ეს მირჩევნია იმას არ ვიცი შეიძლება პასუხი აზრი აქვს მაგრამ მე ეს მირჩევნია კაი ნახოთ მესამე რაუნდი ჯიონასი ეს არის რაიმენდ რუცი მესამე რაუნდი ჯი Let's go პირველი ჯობდა მე ვაკე ვარანცო ჩემი დედა და მამა თელ ქართულ რეპში არავინ აუნის თბილისის სანდრო გიუნაშვილის დონეზე გაიარა ისეთი ძმაკაცები მყავსა გვისაც ეკითხება მასა ისეთი სკოლა გამატარა როა ყლე არავინა შენ გარდა ყველას ურჩევ აკონტროლოს თავის პირის აპარატი, მაგრამ საქციელის უფრო მესმის ვიდრე ლაპარაკის. ბევრ ამეს იბრალეს, ბევრ ამეს ამბობს, მაგრამ ჩემი დადებული შედეგები ხმამაღლა ბაზრობს. იქნება ეს ფეხბურთი თუ PvP, ყველგან იციან რომ GG არის MVP, ყველაფერი რა წინ დამიყენეს გაბაპე, ეხა ბევრი კილიანი თითქოს ვარ მბაპე. შენი კაიფია ფი როგორ ზანდანტე, ნახე რუსთაველი ან შექსპირი ან დანტე, ჩემი ლაინია როგორც ევროპული კოქსი, შენი ლაინია როგორც ფონი ჭალის შხამი. შვილო ბეთლის მერე ბევრი არ იგლოვო შენი კარიერის ბოლო მაინც არ იგლოვო მე ვაგიჟებ კამანდას აქ როგორც ალფა PvP მაგრამ ყველა მიცი ჯიუნა PvP ზალფა და მარტივა დავიწყდებათ თითქოს ხმას არავინ არ იღებს ლუკმას არავინ გაიღებს კარს არავინ გაგიღებს მაგრამ როგორც თქვა ჭკიმ ჯიმამ ისტორია წერს თარიღებს ხოდა გაგახსენეთ ვინ იყო ვინც აჰასთან ბედზე ახალი ერის კარი გააღო ვინ მთელი თავის კარიერა ამ თემისთვის გაიღო ვინც არსად არ გაიყიდა და შექმნა თავის პონტი ვინც არასდროს დანებდა და მაინც გახდა ჩემპიონი ვინც პირველად უანგარო დაუდგა გვერდში გამას მერე მივიდა და მანდაც ყველაზე დიდი შოუ დადგა მე არა ვარ შოუმენ მე თვითონ ვარ შოუმენ ვინც თუ ხალხისთვის გაცემდა და არავის არ აახია, ვინც მივიდა და იუთუბერებს ბურთი თავზე დაახია. ვინც იყო სულ კულტურისთვის და გზაში წევდა თამასებს. ვინ ქვეყანაა კაიფა თითქოს შესვა პროგრამაზე.
რატო არავინ არასდროს ბაზროს ნახ პრობლემებზე? იმიტომ რომ ტვინი გამოურეცხეს მათ TikTok-ზე. რომელი ბანკი გაქვთ? ახალი ტაქტიკა აქვთ? ნახე რა კატა დადგეს. ღმერთო ეს რა იკადრესა? უყურებ კადრებს ამათი სწორები, იმათი ჭორები, ამათი სწორები და არასწორები შეცდომებს უშვებენ და არასწორები გოზებია. ნაც კოჩ და გაწი მოწიამ, გაწამაწიამ სულ გადამრია. ცუდად არიან, თან ვერ არიან. თანხებს იღებენ მერ. თანხელს იშვენეს შენკენ კიდე. აკლე არავინ არა, მაგრამ ყველა თავს იყლევებს. ან საერთოდ ამ თემაში ბაზარი რაზე არის? მეტადონი უფასოა, წიგნი კიდე ფასიანი. ნამდვილად კარგი პანჩი იყო. ძალიან სწორი ესე ვთქვა და საოლჯინოს. ხოდა ეხა გიყურებთ როგორც იმედ გაცრუებული მამა. ხან რას გავხართ, ხან ვის გავხართ, მაგრამ ყველაზე ტრაგედიაა რომ ყველა ერთმანეთს გავხართ. თითქოს ყველა ერთმანეთთან იწერთ რაღაც აჩოკებს, ერთმანეთისგან გარჩევთ როგორც ახალი სიგარეტის პაჭკებს. შეიძლება ვარ რუმი, ხამი, ავი, ხანდახან ყველას დავერევი, მაგრამ იმდენად ჩემი თავი რო არავისი არ ავერევი, ინდივიდი, პიროვნება, დანარჩენი გემოვნება, ვისთვის ტრეში უზდელობა, ვისთვის ქუჩის ხელოვნება. ჩემზეა ჭორები, ამბები, დავები, ზავები, მაგრამ ბურუსის მიღმა იციან რომ მე და ჩემები სულ ვიყავით ნაღდები. ბიფები, დისები, პეთლები, ასლები, ქართულო ეპოქს ცხენოდეს ყველაზე ანდერი, როცა ყავს უაკელიბლები. ყველაზე მეტად ვერ ვიტანამ თავში ავარდნილ ბავშვებს. TikTok-ერები, ჰიპ-ჰოპერები, YouTuber-ები, არა და იმენა პროსტა ყვერები. ამ ჩემისებისთვის უკვე ტრაკი გახდა ვალუტა. ერთი დაულაიქეს და რაღაც ძალიან გაუტყბათ. სად YouTube და სად ქურდული ბიჭო? სად TikTok-ი და სად ჰიპ-ჰოპი? სანდრო ვარ გიუნაშვილი და არასდროს შეიცვლება ეს თემა. აი რეპერი, სელებრიტი ეს საქართველოა შეჩემა. ყველა ვარ ძმები და დები, მშობლები და შვილები, მაგრამ აქ ხალხს ყოფენ ბოზები, ალბათ არ მოხვედრიათ საკმარისი როზგები. რაიზ ისთი და ვესტი, ბარემ ნაცი და კოცი კიდე ბიჭო. შევეცი ვინც ხალხს ყოფს ამას უიტყვით ბოლო ხმაზე. იმის მაგივრად რომ გაერთიანოთ ჰაიპობთ ბოღმაზე. ხოდა ამათ შემხედვარე მوارჩიები. ხოდა ამათ შემხედვარე მوارჩიე განმარტოება. შევეცი ყველას ვინც დაკარგა უბრალოება. შევეცი ყველას ვინც ტრაკი მიცა, ვინც დაივიწყა თავის წყალი და მიწა, ვინც გაიფიცა და მერე ეს სიტყვა დაივიწყა. ნეტალატო იფუთებიან ესესა თუთად, როცა მთელ ქვეყანას გაყიდიან ერთსა ბუთად. უთავ მოყვარეო ბოზები ხართ ყველა, სანამ ჯონდოს აბოლებდნენ ბონდოს დაახველა და всё ბიჭო. ხოდა მასკარაჩი სიმართლის უკანასკნელი მოჰიკანივით მე მოვედი და მოგიტანეთ სიტყვა როგორც უდაბნოში წვიმა. სადაც სიდან ჩემი ტრების დაღვრილი ცრემლებით სვივა, მე იქ მუხმოდ რეკილი ვარ ჩემი წასულით მებისთვის. მათთვის ჭიქა დაისხმევა, დაისხმები და მესხმევა თავში ყველაფერი აიხსნება, ყველა კარი დაიხსნება, ყველა მონა დაიხსნება. აიც დაიცლება, აივსება და ისევ იგივე რჩევა. ხოდა შენ ჩემი რჩევა, ვერავინ ვერ გაგაჩერებს, სანამ შენ თავს არ მოусმენ, მანამ მე ვერ დამაჯერებ. ხოდა ძირს ყველა ნიღაბი და სამარდეს ყველა ფეიკი და მე მათ სულებს გავაცილებ როგორც Undertaker-რაო. რა თქვა, კარგი რაუნდი იყო მართლა. აი სწორედ ვიცი, კარგი რაუნდი იყო ჯინოს რაუნდები და ჯინოს აქვს კარგი რაუნდები. დოკის აქვს საუკეთესო რაუნდები, მოდი მაშინ ესე ვიტყვი. ჯერჯერობით 2-0, რაღაც ჯერჯერობით 2-0 სიგებს სუფთად თოკი და ის რაც თქვი რომ ამბეთ შედეგი ვიცი, მაგრამ მაინც ჩემი ყური და თვალთმინა და მოსმინა და საოცარი მეთოდია. ჯიუნას ეს ხმაც და ეს რაღაცა დუხის მომნატრევია ესე რომ თქვა და ანუ ძალიან კარგი მეთოდია და ნახოთ დოკის ბოლო რაუნდი. მესამე რაუნდი. Underground. შენ მე მიხსენე გლოვო.
ახლა ამ რაუნდში მინდა უსმინო ჩემს სეტაპებს და აზრები გამოიტანო. ინდოელი კურიერი ვითხარ, გელაპარაკები და არ გამომდის ჩემს სართულზე ამოგიყვანო. გინდა რომ ვითომ დამიძაბო, მაგრამ აქ დაძაბვის არ არის პონტი. შენ გაქვს ძალიან კარგი დელივერი, მაგრამ ჩემგან მოდის მილიონი ვოლტი. ეს ორი ლაინი ახლა წავუყით რა. ფრისტაილი იყო როგორც მიხდი. ანუ ერთია ესეთი რა უნდა ვიწერო და ესეთი პანჩები წერო და მეორეა უშუალოდ ბეტლზე აი ესეთი ლაინი გააძრო, ესეთი პანჩები გააძრო. ანუ საუ პირველად რომ დაგინახე KMC-ს გამიკვირდა. მეტი დასაცინი როგორ ვერ ნახა ჯიში. ბოლოს და ბოლოს იმხელა ყბაუქს რიკოციკიდან მიაწოდეს პირშია. ბიჭო, აი სამარცხვინოს არის და სამარცხვინოც. მართლა არ ველოდი ეგრე გაგიფენდნენ. ხელი ჩაგვირტყაო, ფოტო გადაგიღეს, მაგრამ არ წაშალეს, სადაც გაგინებენ. მე დღეს არ ვაპირებ ვინმე შეგინებას. ხო და შენი ფიქრი მანდ არ წაიღო, მაგრამ ზმაკაცური ფოტო თუ მოგინდა, ჩემთან შეგიძლია ისეც გადაიღო. ხო, მოკლედ. შენ ისე დაიწყე ბიფი რომ არ იცოდი არც ბეთლის არც მუსიკის საბაზისო და მაგიტომაც მიიღე შედეგი რომ ამბობენ ჯიუნას გვამზე საბაზისო. იმედია ანუ ეს ჯიუნას და მეოთხე დასის დაპირისპირებაზე იყო აგებული ეს პატარა სეტაპი, ნუ ვიცვენებდა. ნაოგზელოთ. ანუ ჯიუნას გასვლა აღნიშნული ჯიუნას გვამზე ამბობენ საბაზისო, ანუ საბაზისო როგორც საწყისი, ესე ვთქვა სტანდარტული და საბაზისო, ანუ საბა როგორც პიროვნება, მეოთხე დასავე ჯიუნას გვამზე საბაზისო, როგორც ფიზიკურად ძალიან მაგარი. არ ვიცი, საუბრობთ. ახლა მაინც დააყენებ ტრაკს და ისწავლი ჭკუას. თუ ისევ კილოზე გადაობას აპირებ. მე დღეს გამოვთქვი ყველაფერი სრულიად გამართულად. თბილისელო რაც ბეთლი დაიწყო, ჩემს ასოს არბილებ. ხო და ისე შენ რანაირი ქალაქელი ხარ? ენემი ცოლი თუ გყავს დამალე. ნიკისლო ვაკ თუ ხარ გამოდი და ამკლეს თბილისელობა ასწავლე. ოკეი. მახსოვს სოლონთარო მორალს კითხულობდი. თავად რა იკადრე ბიჭო ვისაბოლებ. მაშინ ესაუბრე ვინმე ზრდილობაზე, როცა სხვის ცოლებზე ბაზარს მიატოვებ. ენემი ცოლსნო უყურებ როგორც ცხოვრებისეულ ჯილდოს. არ ვიცი ამ ტყიურობას რა გადავამატო. აი ეგრე ხდება, როცა მრგვალი თავის გარდა არაფერი გაქვს საამაყო. და რა, როგორ არა? შენ ამაყობ რომ მორწმუნე ხარ. ეკლესიაში დავდივარ, როცა ვასწრებო. კი შენ დადიხარ ეკლესიაში, რომ სვეტი ცხოველზე ფანჩი დაწერო. ხო? ჩაულებრივი მკრეხელი ხარ და მეტი არაფერი. ეს რეალობა აიტანე. თუ გინდა შენი ნარიმანი ვიქნები და დილაობით ჩემი ნაგავი გაიტანე. კარგი რა. ეს სიტყვებია მახსოვრება, უყურე? ტიპმა ბოლო 2 წელში იმდენი ყლეობა აკეთა, დაჟე იანგ მაიკი ფიქრობს, რომ ნამეტანია. გადაწყვიტა გაეძრო გამაში და გაეძრო გამაში. ანდა თავი შეერცხვინა რა მოგება რა ნიჩია. 3 საათი ატრიალებდა კარუსელს და მაინც არავინ არ აირჩია. ზუსტად ვიცი რას ფიქრობდი მაგ ბეთლამდე. რა მოხდება თუ წრეზე ტრიალს დავიწყებ? შიშარა კლოუნი ჩმორი დამიძახონ შეიძლება. მომენტად იმას ნიშნავს რომ არც არაფერი შეიცვლება, ხო და ჯიუნაც ტრიალებს ბრუნავს. ნელიკია, მაგრამ გაჩერება არ იქნება. ერთ ციკლს იმდენ ხანს ანდომებს ენემის უკვე თვიურზე ფანჩები აფიქრდება. ხო და შეგიძლია მეც გამომიწვიო ბორბლებში, მაგრამ აქ მოეშვი ტყილად ბობოქრობას. ფანჩი რომ დავწერო მანქანის ბორბალზე, შენ მაგას ვერ დაწვავ ჭია კოკონობას. ხო და არადა ნათქვამი გაქვს რომ ნოუნეიმთან არ გაბეთლავდი. მაშინ რითი ახსნა ჩემი გამოჩენა. რეალობა არ არის რომ ბეთლი მოგინატრა, უბრალოდ ჩვენ თვითონ დაკარგი თავზე წარმოდგენა. ხო და მოკლედ ამას მაშინ მიხვდი, როდესაც PvP-ს ვერსეთ ივენტს ვერ დაესწარი. იმიტომ კი არ ბეთლაობ რომ ბეთლი მოგენატრა, უბრალოდ ზმაკაცებმა გაგიხადეს სახვეწარი. ხო საიფერები გინდოდა და ზმაკაცებმა არ მიგიშვეს. VPN-ი გინდოდა და ზმაკაცებმა არ მიგიშვეს. ძალიან გინდოდა open-air-ზე გარეკვაც, მაგრამ შუქით საკუთარმა ძმებმა გაგითიშეს. ხო და
იმიტომ რომ flow-ს კარგად იცის რომ ვერავინ გააფუჭებს სეზონს ისე როგორც შენ უზავ. ტიმმა ერთი შესარჩევი დადრობა და ემინემად მოეჩვენა ვენტუსა. სულ ყველად გონია რომ დიჩის გაახსენდი. ნიჭის გამო გაგეჩითა ბეთლი. ეს მე ვუთხარი დიჩის რომ ჯიუნა მომითრიე მეტი. მესენ ეს ბეთლი გიწყალობე როცა დიჩის ეგიდია მივაწოდე. შებოზო კამერას ხელი დაუქნიე და მიმადლოდე. მე დღეს როგორც ჯიუნა გაგაცოცხლე, მაგრამ დღეს როგორც ბეთლემს იკვდები. დღეს ჩვენ ორივე მაიმუნობთ, მაგრამ მე ამას ვუკონგივით ვშვები. ჩვენ გავაცოცხლეთ სფეროს, ჩემი საყვარელი თამაშია. დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ სფეროს, მაგრამ მე მას თავს აღარ დავანებებ. დღეს ჩვენ ორივე სულს დავლებთ, მაგრამ მე ამას დემენტორივით გავაკეთებ. ეს ყველაფერი იმიტომ დაგემართა, რომ პატარა მეკარე კაცი ხარ და დიდი კაცობა გინდა, მაგრამ რომ ცივგე მილანის კარებში მაინც არავის მოიჩვენები დიდადია. ძალიან მიყვარს ფეხბურთზე რეფერენსები და პანჩები, და დიდა ალბათ ხა ის ფეხბურთში უყვარს ყველა მიცის. ძალიან მაგარი მეკარე იყო მილანში. Respect. რომც წერდე ცალხელზე პლატინით ზიდანივით ვიყენებ თავს შენ წინ და ნუ ღარ ქაჯობ გაგხადე ბაჯო the man who died standing yo. Wow, ეს ის მაგარი პანჩი იყო. რობერტო ბაჯო ვინც არიცით. ტიპმა სოფლიო ჩემპიონატის ფინალში პელებში გაამაზა, ესე რომ თქვა, გააფუჭა, მასზე იყო დამოკიდებული უკვე სოფლიო ჩემპიონატის ბედი და მას იცახოდა რომ ფეხზე დამდგარი მოკვდავდა რომ ნახოთ ვიდეო მართლა გამაზავს ტიპი ფეხზე დგას და თითქოს მკვდარია რა ეგ ვიდეო აუცილებლად მეკონეს ნახი და ძალიან მაგრად ჩასვა და კიდევ საღოლ რა შენ გადაწყვიტე რომ ანდრეა პირლო და მაესტროსთან მოგებით გაიჩითე თესლი. შევეცი იუვენტუსის ყველა მეკარეს, ჩემი ბაზარია ვოიცეხზე ჩესლიო. ესე ჩემი საფეხბურთო ბარები. თან არც ერთი იყო დაწერილი დაძალებით. წადიდე ხა ამტკიცე რომ შენი ლაინები მეტია ვიდრე გაზაევი. გაზაევის ძებაც იცი რა არის იმაზე სამარცხინო რომ თურმე კაპანაძის ტექსტები დაუწერია დათოს. უკანასკნელი რეპერის რო იყო შენ კაპანაძე დაწერას არ გთხოვს. იმიტომ რომ არაფერს შეჭirdება შენი დებილი ტექსტები სასტავს. შეხარ იუვენტუსის ფანი, მაგრამ იტალიაშიც დაგიმალავდნენ პასტას. ძალიან კარგი. საოცარი. ერთოთი. საოცარი. თუ აპირებ სეზონზე გამოსვლა შენთვის ვარესი თუ ჩამივარდი ხელში. იქ არ იქნება ცოტა დანდობა ჩვენ და სხვა ტიპებს ჭკუიდან შეგშლით. ეს ჩემი წრეა, ჩემი სისტემა. თუ 8MC-ია სეზონის წესში, მე 8-თა შორის როგორც სატურნი ერთადერთი ვარ საკუთარ წრეში. იო! თუ ამ ლაინებს ვერ ამუღამებთ, ეგ არ ნიშნავს რომ არა აქვს აზრი. რა ვქნა, ვერაფრით დავწერ მარტივად დამწყებს მენელებს არა აქვს შანსი. უნდა ავწიო მასა ჩემამდე ვერ ჩამოყვები დონემდე მასის. უნდა შეგიქმნა DC-ის სიმბოლო, თითქოს მე ვიყო ალგული რასი. სულ გავაკეთებ შენზე სამჯერმეც. ჩემ თავს ვიცრობდა მეყოფა კლასი. და თუნდაც ყველა ფანჩია მძიმეები წერტილი დავსვი. თავს უწოდებდი პროფესიონალს. და ვერ აღმოჩნდი ლეონის მსგავსი თუ მოიტანე 100-მდე ფანჩი, გებრძვის 300-ით ლეონიდასი. იო! კარგია ძმა. მალე დავათარებ, მოკლედ. დავიგერო ჩემს მერე პელეს ხვდები. არ ამგონია დროიქ უკეთ გაატარო. პელე ეს ვაშლი ჩემი ნაჭამია და შეგიძლია დაიმთავო. პელეს რეფერენსია ალბათ ადრე მიცხოვრა და პელეს მიხვდებოდა რომელი ფანჩის რეფერენსი იყო. პელესთვის განკუთვნილი კარგი იყო ძალიან. მორჩა. სპოილერი არ არის, ეგ არ არის დადასტურებული ინფორმაცია, ასე რომ პირველად გავიგებდი. მოკლედ, ერთი ხმაური ორივესთვის ერთად.
მოდი დღეს გავიწყოთ. ხონო დამთავრდა მოდიჯი იურის შეფასებას აღარ მოусმენთ, იმიტომ რომ შემდეგი წინასწარ ისედაც ვიცი. უბრალოდ მინდოდა ამ ბეთს ყურება და რატომ ამ მქონდა ამდენი ხანი ეს ბეთ ნანახი არ ვიცი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი აკაპელე ბეთი რაც კი მინახავს. ჯიონაზე არ უნდა ითქვას მადლობა ვერვერ ძალიან მაგარი რაც ხარ კაი ადამიანი ხარ მაგრამ ნუ ავიდა შენი დრო ცუდად არ გაიგო თუ მოისმენ ამას და ისეც ეთყობოდა პანჩებში რომ მაინც დოკზე არ ქონდა წერილი რა უფრო ზოგადი პანჩები ქონდა უფრო როგორ თქვა თავის გულის ტკივილს გამოხატავდა ის თვითდისიც მაგით ქონდა დაწერილი და ნუ მოკლედ მივხვდი ამ კაცის გულის ტკივილი და გავგინაცვალე გულში დოკსაც შეეხება ნამდვილი მონსტრია მე მხოლოდ პელესთან ქონდა ეს მისი ბეწ ნახი და არ ჩამოყური და ეხლა ყველა მის ბეწს ნახავ ნამდვილი მონსტრია ტიპი მოკლედ რო თქვა ბევრი გავატრაკო ძალიან მაღალი IQ გამიჩს რა ძალიან მაღალი და ძალიან დიდი მადლობა პროექტს ასეთი შესაძლებლობებისთვის და მადლობა ამ ბიჭებს დღევანდელი რეაქცია ამით დამთავრებულია პრინციპში თქვენ კიდე არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა და კომენტარება 1000 გამოწერეთ ამ HTTP-ის სულ ახალი ხურსასმენები აირკვეთები და იაქტიუროთ არხზე დამიწერეთ თუ რაიმეს დარეაქტება გინდათ კონკრეტულად რომელიმე ბეთლის PvP-ს ან კაპელასი თუ და ისო ჩემი გეონებით ავარჩევ მადლობა დიდი ამაკარებს ამდენად კარგად